ქმნის და ბოლოში დასვავ. შენ გაგიმორჩეს ღმერთმაც მო. მოიცა, სად მიდიხარ? მორჩა შესვენება. მე არც მიჭამია ჯერ. და რა შეჭამდი, არ გაგიჩერებია ენა და. და არც შენ გიჭამია. არ მინდა მე. გავალ და მოვალ. შემოდი. ძალიან როცა? მოდი, მოდი. ნახე რა რას გვანან რა. ვიღას ტიკტოკერია. ლაბრადორის ლეკვებს დებს ღამეში. აი, მე რა საყვარელია. ეს შენი ყავა. მადლობთ. არა, მადლობთ, არ მინდა. 2 წუთი მოვედი, რაღაც საქმე მაქვს. ვიждე თუ? ავდგე. ჯერ იჭექი. ოჰო. აბა. მოკლედ გუშინ მე ძალიან მეწყინა. უარი რო გითხრეს იმ ახალმა პარტნიორებმა ფილიალის გახსნაზე და გადაგიარა უკვე. გადამიარა. იმიტომ რომ ესე ჯობია. რა ჯობია რომ ფილიალს ვერ გავხსნით? ხსნით, თან მარტო მე და შენ ყოველგვარი პარტნიორის გარეშე. ფულით სავსე ტომარა იპოვე და ჯერ არ ამბობ? ვიპოვე. უпростоრად მაქვს. კი არა და დედაჩემს აქვს. რისი თქმა გინდა? იმის, რომ დედაჩემის წყალობით მაქვს იმდენი თანხა, რომ ფილიალი გავხსნათ მარტო მე და შენ. არ გჯერა არანაირად. დედაჩემი ხო ჩამოვიდა ამერიკიდან, რაღაც დანაზოგი ჩამოიტანა. გუში რომ ნახა განერვიულებული და რომ გაიგო ჩვენი ამბავი, იმ წამსვე არც დაფიქრებულა ისე მომცა ეს ფული თქვენით გახსენით ფილიალიო. ვიტირებ ეხა. მე უკვე ვიტირე. მარია. მოვდივარ. მოიცა, სად მიდიხარ? 1 წუთით არ წახვიდე გთხოვ რა. პრეტენზიული კლიენტი მყავს ახლა. მე შემოგივლი, კაი? გიორგი. დაჯექი. რაიმე, ბუდიში რა ძალიან აგაციოკე. უბრალოდ აქვე ვიყავი და შემოგირბინე. ხო იცი, მე თუ დეტალურად არ გავიგე, ყველაფერი ვერ მოვისვენებ. რაზე? ეთერზე წერა ხო იყო მოსული, მე ვერ მოუსწარე. არა, რა რაღაც გიშლება ნუნუ. ეთერი ჩემთან დღეს არ ყოფილა. არა, როგორ ველაპარაკე და ორზე ვარ შეთანხმებულიო. არა. ეთყობა შენ ვერ გაგებედა, თორემ ამ დილით დამირება და საკმაოდ კატეგორიულად მითხრა. კურნალობა გადავიფიქრეო. ასე მგონია სხვადასხვა ადამიანებზე ვსაუბრობთ. ეს მისიც მესმის. დაბნეულია, შეშინებული. მე კიდე არ მესმის. რასაც ეგაკეთებს, ბევრად უფრო საშიშია. მართალი ხარ. არც კი ვიცი რა გითხრა. გიორგი, მაპატიერა, წავალ და თან შენც როგორ აგაფორი აქედან ნერვები აგიშა. აგი ნუნუ გეკადრება. მე ვიცი მაგას რასაც ვეტყვი. აი. აგი. ხო ნუნუ, სად ხარ? რა არის, რა ხმა გაქვს? შენ რა გინდა რომ შენთან ერთად მეც მოვკვდე? ამიხსენი რას ნიშნავს მკურნალობა გადავიფიქრე. ნუნუ, მომისმინე 1 წუთით რა. აი გეფიცები, ყველაფერს აგიხსნი, უბრალოდ ეხლა არ შემიძლია ლაპარაკი, უნდა გავთიშო ტელეფონი. ხვალ გნახავ და ყველაფერზე დაგელაპარაკები. ეთერი. კიდე ჩაი, რაც ჩამოვედი მის მერე ჩაის მასვლა, ნუ რამდენი შეიძლება? სამაგიერო დედიკო ეს ჩაი წნევას არეგულირებს. მეც ისეთი წნევა მქონია ხო, თურმე მარტო ეს ჩაი თუ მიშველის. კაი რა, აბა რა უნდა მეთქვა, ვერაფერი სხვა ვერ მოვიფიქრე. რამე პრობლემა გააქვთ? რაში დაგჭირდა აქ ამოსასვლელად ჩემი წნევის მოგონება? ხო რა, რაღაც პრობლემები აქვს. მაგრამ მოვაგვარებ. ხო იცი თუ რამეა ყოველთვის შენ გვერდით ვარ. ნებისმიერ დროს წნევას დავიმართებ. რა გჭირს?
რა დამალებია? გულიამელია. ეხლა გავსინჯებ შვენიერი ჩაია. რა არის მშვენიერი ვერ ხედავ რა დამემართა. იქნებ რამე მოგწამლა. არა მერა, არაფერი ისეთი შენ არ გიჭამია. არა რა მოვიწამ. ვაიმე დედიკო. რაიმე ქეთი ახლა არ დაიწყო რომ ორსულად ხარ და რაღაც ისულელეები. არ მელაპარაკო მაგ. კი ბატონო არ ხარ არა. გინდა სხვა ჩაი დაგრევინო? რა ჩაი, ნუ რა ჩაი, დედა კარგი რა მართლა რა. რა ვქნა, აი მართლა არ ვიცი, გეკითხები, მითხარი რა. რატო არ უნდა ამქალ სიცოცხლე ამიხსენი რა? კარგი რა, ძალიანაც უნდა, მაგრამ იმედი არა აქვს. მესმის მისი. რატო კაცო ხო უთხრა ექიმა, არაჩვეულებრივი შედეგი აქვს მკურნალობასა. რა ვიცი, თითქოს თავიდან დათანხმდა და მე ხო ხედავ რაც ქნა რა. დედა რა გავაკეთო. მე მგონი შენ რაც შეგეძლო უკვე ყველაფერი გააკეთე. არა მგონია და სწორედ ეგ მანადგურებს. მგონია რომ შემიძლია უშველო და ვერ ვშველი. მაგას მგონია რომ თუ რამე დაემართება ჩემი ბრალი იქნება. რა სიცოცხლეს ლაპარაკობ შენ რა შუაში ხარ? იმ შუაში ვარ რომ არ ავაციო კი ყველაფერი. რომ ვერაფრით ვერ დავარწმუნე. რა სიტყვი მგონი უნდა უთხრა მარის, ჰა? რა ვიცი, მე კი გითხარი ადრე რომ ჯობია დედამისმა უთხრას მეთქი, მაგრამ თუ არ ეუბნება, ალბათ ისევ შენ უნდა უთხრა, მაგრამ არ ვიცი რა, არ ვიცი. მე რა მიშველება. ეხლა უნდა ეხარა მაგას შვილით. მთელი ცხოვრება ის გოგო სადღაცა გადახვეწილი მარტო შრომაში. მართლა საშინელი უსამართლობაა ეთერის ასეყოფნა რა. არაფრით არ მყოფნის გამბედაობა. ბავშვანაირად უთხრა. კარგი, ეხლა დაწმართი. დაიძინე. და ხვალდილით დაწყნარებული გონებით რამეს მოიფიქრე. მე დარწმუნებული. შეხო ჩემი ჭკვიანი გოგო. წამო. კაი მიდი მე ცოტა ხანი ვიქნები რა. გამარჯობა. ბატონო ამირა, ხომ შვიდობა ესე გვია რო გვესტუმრეთ? შვიდობა რო იყოს, ამ შოღამისას ხო არ მოვიდოდია? რა ხდება? ცუდი ამბავი, ძალიან ცუდი. ლეპტოპი დაიკარგა ობიექტიდან. რა ლეპტოპი? მოკლედ, 2 დღის უკან ჩვენი ობიექტის ფლობელის შვილი იყო მოსული. ლეპტოპი დარჩენია. მოაკითხა დღეს, გადავატრიალეთ მთელი სამსახური და ვერ ვიპოვეთ. კი, მაგრამ მე რა შეხება მაქვს ამ ლეპტოპთან? იცი რა, დღეს დილით მხოლოდ შენი ბიჭები იყვნენ ობიექტზე. ბატონო ამირა, თქვენ ხო არ გონიათ რომ ბატონო მე არაფერი არ მგონია, საერთოდ არაფერი არ მგონია, უბრალოდ ფლობელი არის ძალიან გაბრაზებული. ამბობს ამ საქმეს ესე არ დავტოვებ და დღეს პოლიციაში განვაცხადებ. ვერ არის კარგი ამბავი ბატონო ამირა. ნამდვილად ვერ მომხდარა კაი ამბავი. ერთ დღეს თუ მომცემთ, აუცილებლად გამოვიკვლევ რა და როგორ მოხდა და მაინც დარწმუნებული ვარ, ჩემი ბიჭები ამას არ იკადრებდნენ. არა, მე ესეც უთხარი ნამდვილად, მაგრამ ერთი დღე ბატონო ამირა, ერთი დღე. კარგი, ვეტყვი, ცდი მეც და ვნახოთ რა გამოვა. კი ბატონო, მაგო. კარგი, ერთი დღე. კი ბატონო. ლეპტოპზე გირეკავა. იმ დღეს კი გითხარი ყველანი ერთად ვიყავით მეთქი, მაგრამ ნუ მივლი რა გვერდს რა მითხარი პირდაპირ. ყობა იყო გასული 1.5 საათით. თან ძალიან მიყვარს გიორგი და ვფიქრობ, ტყუილს არ იმსახურებს. რა ტყუილს, რეზე ამბობ? შენ არ გესმის, მარის შენი ფული კი არ უნდა. დედა უნდა იმ ბავშვს ცოცხალი ყავდეს. დედა, რა ვერ გაიგე.
miss your easy love. Oh my love, where have you gone? How I mourn that day I lost your easy love, and I want your easy